როგორც თვითონ ამბობს, ხობისთვის ლექციების კითხვა არ უყვარს, ამიტომ გუშინდელ შეხვედრას ილიას უნივერსიტეტში პუბლიკასთან დიალოგს უწოდებს. რუსი მწერლის, დრამატურგის და სცენარისტის, რუსულ ლიტერატურაში კონცეპტუალიზმისა და სოციალური არტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, ვლადიმერ სოროკინის რომანი „ოპრიჩნიკის დღე“ ქართულად ითარგმნა. გუშინდელ მწერალმა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ რუსთავი ორის დილის გადაცემას ექსკლუზიურად მისცა. მას პირისპირ ოთარ ქირია შეხვდა, გთავაზობთ ამ შეხვედრის ჟანრს. მოგესალმებით, მიხარია რომ თბილისში ბრძანდებით და დაგვთანხმდით ჩვენ მოგცეთ ინტერვიუ. გამარჯობა. საინტერესოა თქვენი ვიზიტის მიზანი რა არის? ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ბევრჯერ დაიგეგმა, თუმცა რევოლუციისა თუ სხვა მიზეზების გამო ყველა ჯერზე ჩაიშალა. როგორც იქიდან ჩემი ვიზიტი თბილისში შედგა, რაც ძალიან მახარებს. თქვენ რაღაც ნათესაური კავშირი გაქვთ საქართველოსთან? ჩემი დიდი ბებია იყო ქართველი, თუმცა მეუღლეს ისე გაშორდა ყველა კავშირი შეწყდა ნათესაობასთან. სამწუხაროდ მისი გვარიც კი არ ვიცი. სამაგიეროდ ვიცით, რომ იცით რა არის საცივი და უფრო მეტიც მისი მომზადებაც კი შეგძლებიათ. Я знаю не только что это сацივი. არა მხოლოდ საცივი, ზოგადად კულინარია ძალიან მიყვარს და ქართულ კერძებსაც სიამოვნებით ვამზადებ. თავარია თქვენი მიზანი მხოლოდ საცივი და თბილისში გასეირნება არ არის, რამდენადაც ვიცით, ლექციის ჩატარებას აპირებთ ილიას უნივერსიტეტში. Не люблю читать лекции, это не мой жанр, собственно. ლექცია ჩემი ჟანრი ნამდვილად არაა. დღევანდელი შეხვედრა იქნება ერთგვარი დიალოგი პუბლიკასთან. ჩემი წიგნი ითარგმნა ქართულად, რამაც უზომოდ გამახარა. დღეს არც ისე ბევრი თანამედროვე რუსი მწერალი ითარგმნება ქართულად. თან ეს ჩემი მეორე წიგნია, რაც უკვე ბევრს ნიშნავს. სკანდალი თქვენთვის ახალი და უცხოელი ნამდვილად არ არის, თუმცა არ შეიძლება არ გავიხსენოთ 2006 წელი, როცა ოპრიჩნიკის დღე პირველად გამოვიდა რუსეთში, ძალიან დიდი ხმაური მოყვა. საიდან ეს თვითდაჯერებულობა იმაზე, რომ პუტინი მაგალითად იქნება 2027 წლამდე. Здесь речь идет не о Путине даже. საუბარი არა უშუალოდ პუტინს, არამედ მთლიანად რეჟიმს ეძღვნება. რუსულ რეჟიმს, რომელიც სამწუხაროდ მე-16 საუკუნიდან მოყოლებული არ შეცვლა. ანუ როგორც ივანე მრისხანემ ააგო ძალაუფლების პირამიდა, დღესაც იგივე დარჩა. მხოლოდ სახელი შეიცვალა და ამჟამად ძალაუფლების ვერტიკალი ეწოდება. ამ წიგნით მინდოდა გადმომეცა ერთგვარი მოდელირებული რუსეთი. ისეთი რუსეთი, როგორც იმ პერიოდის ეგრეთ წოდებულ პატრიოტებს სურდათ. მათ წარმოსახვაში რუსეთი იზოლირებულია დასავლეთისგან და იქაური ცუდი გავლენისგან. მათივე ლოგიკით, თუ აშენდება ჩინური კედლის ანალოგი, რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს მოსწყდება და ეს რუსი ერისთვის შესანიშნავი იქნება. არ მოველოდი, რომ მოვლენები ჩემი მოდელის მიხედვით ასეთი სიზუსტით განვითარდებოდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც სამხედრო ისტორიკოსია, წიგნის წაკითხვის შემდეგ მითხრა: შენ რუსეთს შეუთქვიო, თუმცა 3 წლის შემდეგ კი ასე მომმართა. ეს მაგიური შეთქმა კი არა, წინასწარ მეტყველება იყო. სამწუხაროდ ეს დიდი რუსული კედელი დღეს რუსული ტელეარხების მეშვეობით ადამიანთა გონებაში შენდება. მე მგონი ამგვარი ახსნა ბევრ ამის მოხდენს ნათელს, რადგან წარმოუდგენელია 21 საუკუნეში Facebook-ის ხანაში ქვეყანა ამ დროიდან შუა საუკუნეებში დაბრუნდეს. Телевидение это очень мощный. შესაძლებელია, რადგან საუბარი ტელევიზიას ეხება, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ადამიანთა ზომბირებისთვის. ის უნდა ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან საკმარისი დრო არ გასულა. მოსე 40 წელი ქადაგებდა. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან კი ამის ნახევარიც არ გასულა. წიგნის როგორც ქართულ თარგმანზე, ისე ორიგინალზე, ანუ რუსულზე, გარეკანზე ხედავთ ძაღლს. რისი სიმბოლოა ეს და რატომ ძაღლი? Ну, это символ опричников. ეს არის ოპრიჩნიკების სიმბოლო. ოპრიჩნიკები იყვნენ ზონდერ ჯგუფები, რომლებსაც ივანე მრისხანე სამეფოს არასასურველი ხალხისგან დასახლებას იყენებდა. ამიტომ სიმბოლიკა ძაღლის გარდა ცოცხიც გახლავთ. ანუ ძაღლი ღრნიდა, ხოლო ცოცხი ხვედდა მეფის მტრებს. ასეთი ოპრიჩნიკები დღესაც საკმაოდ ბევრია. ალბათ იცით, რომ ერთ-ერთი თქვენი ნაწარმოების პირველი ქართული თარგმანი ზოგადად გააკეთა ზაზა ბურჯულაძემ, ახალგაზრდა მწერალმა, რომელსაც თქვენებ ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ქვეყანაში, ის არ მიიღო და გააკრიტიკა საზოგადოებამ, შემდეგ პრეზიდენტმაც კი და ბოლოს ფაქტობრივად ამ ადამიანს ეს ადამიანი გააგდეს, გარიყეს საზოგადოებიდან, ის დღეს გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოში აღარ იმყოფება. იცნობ თუ არა ზაზა ბურჯულაძეს?
Я с ним знаком, конечно. Დასაკვირველია ვიცნობ, ვფიქრობ ის ძალიან ნიჭიერი მწერალია. სამწუხაროა რომ მას საქართველოს დატოვება მოუხდა, ვინაიდან ის აშკარად ახლო კავშირშია ადგილობრივ კონტექსტთან. ვფიქრობ მისი წასვლა მკითხველისთვის დიდი დანაკარგია, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ავტორის განცდებზე. იძულებით ემიგრაციაზე საშინელება არაფერია. ისე თქვენ შესახებაც არაერთხელ უთქვამთ და მოგვისმენია და წაგვეკითხავს, რომ რუსული პორნოგრაფიის მამა გიწოდეს. Ну, я думаю, что есть другие отцы постарше меня. მე მგონი სხვა შედარებით უფროსი მამები არსებობენ. ეს გახლავთ კამპანიის ნაწილი, რომელიც რეჟიმმა აწარმოა ჩემი დისკრედიტაციისთვის. ეს იყო ლიბერალური ინტელიგენციის დაშინების მცდელობა. Запугать там. ალბათ ამიტომაა ხო ძალადობა თქვენი, ასე ვთქვათ, ნაშრომების ერთ-ერთი მთავარი თემა. Это большая тема, на самом деле. ეს საკმაოდ დიდი თემაა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩემ შემოქმედებაში ხელისუფლების ადამიანზე ძალადობა არის. უბადლო მაგალითით საბჭოთა და კავშირი გახლავთ. საბჭოეთში ძალადობა იყო ყველგან, დაწყებული საბავშვო ბაღებიდან, დასრულებული ოჯახში, ავტორიტარული აღზრდის მეთოდიკით. ხო, მაგრამ მარტო სახელმწიფოები და რეჟიმები ხო არ ძალადობენ ადამიანებს, თვითონ ადამიანებიც ძალადობენ ერთმანეთზე, მაგალითად საქართველოში ხა სოციალური კამპანიაც კი წარმოიწყეს ესეთ სახელწოდებით ძალადობის ეპიდემია, იმიტომ რომ მეუღლემ ქმარმა ცოლი მოკლა და ეს არ ყოფილა ერთი და რამდენიმე შემთხვევა იყო. Меня волновал всегда такой. ყოველთვის მაწუხებდა ერთი утопიური შეკითხვა. შეუძლია თუ არა ადამიანს იცხოვროს ძალაუფლების გარეშე? თუ ერთ ოჯახს და უბანს ძალუძს ასე ცხოვრება, რატომ ყველას არა? ეს არის ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ასევე ფსიქიკა, რომელიც დროსთან ერთად უფრო და უფრო მეტი სტრესის ქვეშ ექცევა. ბრიტანელი მეცნიერები ასეთ რამეს გვეუბნებიან. ისინი, ვინც ტელევიზორით უცქერენ ძალადობას გაცილებით მეტ სტრესს განიცდიან ვიდრე მეომრები. სწორედ ტელევიზიის მეშვეობით ჩვენს ფსიქიკაზე გამუდმებით ზემოქმედებენ, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მკვლელობები ყველაზე მოწესრიგებულ შვეიცარიაშიც კი ხდება. დღეს რუსეთში ბევრია ესეთი ადამიანი, ვისაც არ უნდა რომ არსებობდეს ძალადობა, მაგალითად უკრაინაზე. К сожалению, სამწუხაროდ დღეს რუსეთი განიცდის ისეთ ავადმყოფობას, როგორიცაა ნეოიმპერიალისტური ისტერია. ეს სწორედ უკრაინის მოვლენებით დაიწყო. ავანტიურული პოლიტიკა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ეკონომიკური ვარდნა ფაქტობრივად დაიწყო კიდეც. გავა ნახევარი წელი და ყველა მიხვდება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ვინ მიხვდა 2008 წლიდან რუსეთ-საქართველოს ომიდან 6 წელი გავიდა უკვე და რა შეიცვალა? Многие говорили одно. სინამდვილეში არაერთისთვის საქართველოსთან ომი წარმოუდგენელიც იყო. ბევრისთვის ეს დღესაც კოშმარული სიზმარია. არის კი ასე მოაზროვნე ადამიანების რაოდენობა იმდენი, რომ მათ რამე გავლენა მოახდინონ. Я думаю, что этих людей будет больше. ასეთი ხალხის რაოდენობა ეკონომიკურ კრიზისთან ერთად გაიზრდება. როგორც წესი, ეიფორია ხანმოკლე მოვლენაა. თუ ადამიანი დილით იწყებს ხმივილ საღამოს იღლება. რუსი ხალხი დღეს ეიფორიაშია და მალე მას დაფიქრება მოუწევს. ეს თვითრეფლექსიის შედეგი იქნება. არის კი ასე მოაზროვნე ადამიანების რაოდენობა იმდენი, რომ მათ რამე გავლენა მოახდინონ. Все зависит. ყველაფერი დამოკიდებულია ამ ხალხის რაოდენობაზე. თუ მასშტაბი 100,000-ს მიაღწევს, ისტორიის მსვლელობა აუცილებლად შეიცვლება. მეცაც გეტყვით, ბევრისთვის სულად მოულოდნელი იყო ოპოზიციის სისუსტე. მათ ვერ დაასაბუთეს ვერაფერი. წაგვიკითხავს ესეთი რამ თქვენ შესახებ, რომ ლიტერატურამ თქვენი პერსონის ძალიან დიდი ნაწილი შეავსო. Я думаю, что это ეს დღესაც გრძელდება. ლიტერატურა დამიზნებით სროლას გავს. არ ელოდები ისე აცნობიერებ, რომ ტყვია მოგხვდა და ამ ჭრილობიდან ნაცვლად სისხლისა სიტყვები იწყებს დენას. ანუ ეს შენი არჩევანი არ ყოფილა. ლიტერატურამ თავად აგირჩია შენ. არ მჯერა მწერლის, რომელიც მაგიდასთან დაждდება და მუზას ელოდება. დაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ წერალი უნდა გახდეს. ეს უფრო ფიზიოლოგიურ პროცესს გავს. ლიტერატურული ტყვია მე 70-იანებში უკვე მომხვდა. რა არის თქვენი შთაგონების წყარო? მარტო ძალადობა არა იმედია. Нет, конечно. არა, რა თქმა უნდა, ინსპირაციაა სამყარო, რომელშიც აღმოჩნდით და ვცხოვრობთ. ჩემთვის საინტერესოა აღწერო ადამიანის ყოფა ამ სოციუმში. და მუსიკაზე რა სიტყვით? თავის დროზე, როცა გაცხადა, რომ ლიბრეტოზე უნდა გემუშავათ, დუმამ საკითხიც დააყენა, რომ საავტორო უფლება ჩამოგრთმევოდა. თუმცა შემდეგ იყო ანშლაგი ამ ოპერის და ითქვა, რომ თქვენი ოპერა საუკუნის პროექტადაც აღიარეს.
Люблю очень музыку. მუსიკა ძალიან მიყვარს, რადგან მეუღლე პედაგოგია, შვილმა კი კონსერვატორია დაამთავრა. თავადაც ხშირად ვუკრავ ხოლმე, ვთვლი რომ მუსიკა ყველაზე სრულყოფილი ხელოვნებაა. მას შუამავალი არ ჭირდება. ლიტერატურას ფურცელი სჭირდება მკითხველამდე მისასვლელად. მუსიკას კი არაფერი. Она может звучать в голове. ორი წუთის წინ ესეთი რაღაცა თქვით, რომ თეატრი და ლიტერატურა შედარებით თავისუფალია. რაზე თქვით კინოზე, იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია თქვენი სულიერი კავშირი კინოსთანაც საკმაოდ ღრმა გახლავთ. Кино уже რუსეთში სამწუხაროდ კინო კონტროლის ქვეშაა. უკვე მაცნობეს, რომ ანდრეი ზვეგანცევის ფილმი ლევიათანი დაჩეხეს. ფილმი, რომელიც ფესტივალზე იგებს, რუსულ კინოგაქირავებაში ცენზურის ქვეშ შეკვეცილი გადის. ჟარგონი სრულიადაა ამოჭრილი. არადა სურათი რუსეთის ჩინოვნიკთა არ სამხელს. კერძოდ იმას, თუ როგორ უშლიან ადამიანებს ცხოვრებაში ხელს. მარტივად რომ ვთქვათ, არაპატრიოტული სცენარისთვის სახელმწიფო ფულს შენ არ მოგცემს. ახლა რა გეგმები გაქვთ? რასაპირებთ ხვალ? где-то წელიწად ნახევრის წინ დავასრულე რომანი და მას შემდეგ რატომღაც ვეღარ ვწერ. ხდება ხოლმე, როცა მუზებს წვრილმანი საქმიანობა ცვლის. занимаюсь мелкими делами разными. გაზიდან აფთობი ხომ არა, სადიპლომო თემატიკას ხوار უბრუნდებით. Нет, нет, это моя. ეს ჩემი დიპლომია და თან ძალიან დიდი ხნის წინ. სხვათა შორის ხატავ კიდეც 80-იანებში წიგნის ყდის პოლიგრაფიაზე ვმუშაობდი, როგორც მხატვარ გრაფიკოსი. ხო და როცა ვერ ვწერ ვიწყებ ხატვას. ეს ძალიან мехмарება. Это спасает. Очень хорошо. Я вам скажу огромное спасибо за то, что дали нашему каналу и нашей передаче Спасибо вам. интервью. И было очень интересно, конечно, как всегда. Желаю вам удачи. Спасибо. Спасибо вам.